ჩვენთან სტუმრად არის დეკანოზი მიქაელ ბუკია, რომელიც გახლავთ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მე 90-იან წლებში მოვედი ტაძარში და ჩემი სასულიერო პირობაც ასე რომ ვთქვათ, განსაზღვრა ერთმა რამემ. ეს არ ყოფილა რამე განსაცდელთან ან სასწაულთან დაკავშირებული. ზოგადად ჩემი ეკლესიაში მოსვლა უკავშირდება ჰაგიოგრაფიას. სკოლის ასაკში ისწავლებოდა ჩვენთან ძალიან ღრმად და საფუძვლიანად, მადლობა სკოლას. რამდენი წლის იყავით მაპატიე, როდესაც ჩაიცვით? სასულიერო პირი რო გავხდი 21 წლის ვიყავი. და როგორც კი დავინახე და წავიკითხე და გავიგე, არა და მე მახსოვს ჩემს წინა თაობასთან რა შინაარსის საუბრები იყო შუშანიკის წამებაზე, რომ შუშანიკი როგორც ქალი, შუშანიკი როგორც დედა, შუშანიკი როგორც დედოფალი და არავითარ შემთხვევაში საუბარი არ იყო როგორც ქრისტიანზე, როგორც მოწამეზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება დაკრძალული იყო იმ პერიოდში და დამაინტერესა და გამიჩნდა სურვილი იმისა, რომ უფრო ახლოს გამეცნო ქრისტიანობა, უფრო ახლოს გამეცნო თუ რა არის ქრისტიანობა, არ არის რელიგია. ესე ვიწრო ჩარჩოებში ქრისტიანობა ეს არის სწორი ცხოვრების წესი, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები, ჩვენი ისტორია ერთგვარი როგორ ვიცხოვთ. რასაკვირველია, რომელიც სიცოცხლესაც წირავდნენ ამ სარწმუნოებისთვის და როგორც კი ეს სურვილი გამიჩნდა, მე მართალია პირველ წელს ფილოლოგიურზე ჩავაბარე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ძალიან რთული 90-იანი წლები იყო, ომის აშინელება, იმ წელს ვეღარ მოახერხე სწავლის გაგრძელება და მეორე წელს უკვე ვერაფერი ვერ დამაკავებდა, იმიტომ რომ დიდი იყო ჩემი სურვილი აი ამ სასულიერო განათლების ღრმად დაუფლებისა და ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში და აი უკვე გადავწყვიტე აი ამის მერე რომ გამختارიყავი სასულიერო პირი. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტეს უკეთ შეცნობამ, ქრისტეს სიყვარულმა და ღმერთის უკეთ გაგებამ მაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. დიდი მადლობა.